გამარჯობა, შენ უყურე ზვაკას და დღევანდელი ვიდეო შეეხება თემუდან გამოწერილი ნივთების განხუთვა, დატესტვას, შემოწმებას, რა ჩამოდის გავიგოთ. აი, რაღაც უცნაური ნივთებიც გამოვიწერე, ამიტომ ნახოთ რამდენად ის ჩამოვიდა, რაც გამოვიწერე. აქვე გათამაშება არ გვავიწყდება და დავიწყეთ. ოპა, პაპოს მაგარი დანა დაუყენებია, რა ხელაზე იხსნება. პირველი ნივთი, ყველაზე მარტივი და პატარა ამანათი ეს არის. რა არის ეს? რაღაცა ნაჭერიო ტილო. ჩვენ როგორც ძალისმიერი ხალხი, ეხლა ამის გასცნაზე ჩალიჩინერები არა გვაქვს. ოპა, 3 ცალი ტილო. კრაჩ კლინი. აო, ეს იცი რა არის? ნაკაწრებს აშორებსო მანქანას. ეგეთი ის ქონდა ანოტაცია, ნახე 2 ცალი ნაჭერი რაღაცა. ამას დავტესტოთ. რომელიმე დაკაწრული მანქანა არ გყავთ? ესე იგი ძალიან ცივა. აუ, ამ ტალახს არ ვიმჩნევთ ხო თუ არა, შევიმჩნიოთ ეს ტალახი, ანუ გზა რო არ გვეღირსა ეს ის ტალახია რა და ყოველდღიანი დღეში რო გვიწევს ცხოვრება, რამენერეთ რომ აქამდე მოვახციოთ. მოგრეთ, ესე იგი, მე ხა მინდა დავტესტო ნაკაწრების მოსაცილებელი ტილო, რომელიც თემუდან ჩამოვიტანეთ. ეს ვიღაცამ კარი მოარტყა აშკარად. კაი წითელი კარები ქონდა. აქ გვაქვს ტილო და ტილო. ეს ხო სუფთაა, კი. ეს სუფთა. რა, 2 ცალი დევს ამაში. მე მოინ ტილო მოვიტანო დროა. აი კუნდა კიდე. არა მანდ მეგორი საღებავია ხარ აქ და თხოვდა თუ კაცუნები ხოლმე ამას. ოა! თეგი ზავა იღადავე. აბა ამას შეხედე. რაღაცა ნაკაწრის მოგვარი მაინც არის კუთხეზე რო უყურებ. არა, ყოველ შემთხვევაში ის რამდენად აღარ არის რაც იყო. ეხლა აქედან რომ შეხედავ თუ ჩამორეცხავ ვაფშე კაი იქნება. მაინც წყალი მოვიტანა. სად იყო შეშევა? აი კი ყოი. ვა! ნუ ეხა ახალ საღებავს ვერ შექმნის რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქმე გააკეთა. საერთოდ არ ვეოდი. კაი, ეს საკმაოდ კარგი რამაა, მინდა გითხრა. საერთოდ არ ვეოდი. საერთოდ რამეს რომ მოაცილებდა, მაგრამ რამე მოაცილა კი არა. ამას რამდენად შევინახავ და მრავალჯერადად გამოვიყენებ. ოპა, შემდეგი ნივთები. რაში რა გადავიხადი არ მკითხოთ, არ მახსოვს. მაგრამ იაფი იყო, როგორც ყველაფერი, ეგენიც იაფი. ოპა, რამდენი რაღაცეები ჩამოვიდა აქ. ესე იგი, ეს არის ყვითელი საღებავი, რომელიც სპეციალურად გამოვიწერე იმისთვის, რომ ბოლტებს რო ნიშნავ ხოლმე საღებავზე სულ პრობლემა მაქვს და მაინტერესებს ეს რამდენად გაამართლებს. ანუ იდეაში ეს მეგონი მანქანის საღებავია, ყვითელი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში paint marker აწერია Z. მეტი განმარტება არ ჭირდებოდა. ოპა, ესე უნდა უწვალო. ნუ აინც არ წერს. ოპა, აგე თუ არ წერს. აგე სკეპტიკოსებო თუ არ წერს. ნახე, როგორი ყვითელი ბოლტი გავაძრე? ეს თლიან ბოლტებზე ბევრად უკეთესი იქნება. ალბათ, ეჭვი მაქვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქაც დაწერე. რამდენად პერმანენტია არ ვიცი. ამას დავაცდი ახლა გაშრობა. ხო, ნამდვილად ღზეთიანი ბოლტებით არაფერს ვაწყობთ, ეს გადასაყრელია უბრალოდ მიყრი. ახალიც მაქვს. არა, ახალი ბოლტი რო დავმეტყო, ვერ გავიგებ სად დავმეტყი. არა, ეგ მანქანაზე დასაყრელია. ხო, ვიდეოში ნახავთ აუცილებლად ეს რამდენად გამოდგება და რამდენად იმუშავებს. ეს არის ყველაზე ძვირიანი ნივთი, რაც გამოვიწერე 150 რაღაც ლარი კიდე, 159 ლარი და იმედია ნამდვილად ისე იმუშავებს, როგორც უნდა იმუშაოს. ოპა, შეფუთვა შეესედოს. ესე უნდა ამოიღო ფაქიზად. დგლუნს, ოპა, Ultra HD 4K კამერა dash. ვა, ნახე რა ხელა კამერა აქვს. ეს იქნება საოცარი, მაგრამ ეს წინაც უნდა იღებდეს და უკანაც და უკანა კამერა სად არის? თუ შემეშალა და ეგეთი არ ვიყიდე. აი ეს რა არის? ეს სამაგრია, ეს მანქანის გადამყვანია დამტენი. ცოტა შემეშალა და ვიყიდე რომელიც მანქანას წინაც იღებს და უკანაც. ეს შეგიძლია დაუერთო და უკანაც გადაიღებს, მაგრამ ეს სავარაუდოდ დაერთდება თენგოს 39-ზე. გული მიგრძნობს, რომ უკანა ხედვის კამერის ფუნქციას უფრო აქტიურად შეასრულებს, ვიდრე იმის რათაც გამოშვებული არის, მაგრამ იმას ყველა ვარიანტში ჩავაერთებ, არა, ამას მივაერთებ დროებით და დავტესტავ და განახეთ რამდენად კარგად იღებს. აქ ჩიპიც უნდა იყოს ესეთ, მოიცადე? თუ შიგნით დევს, ხო, ჩიპიანად ვიყიდე. აგერ რაღაც დევს შიგნით. კი, ჩიპი დევს. და ძალიან საინტერესო იქნება მანქანაში რას იზავს რა. იმიტომ რომ ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც ყველა ავტომობილში უნდა იყოს და ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როცა რაღაც საავტოსაგზაო შემთხვევა ხდება
მოგდება, ან ჩვენ მოგდის ან სხვას და კამერის გარეშე ურთულესია დამტკიცება რეალურად რა მოხდა და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისე დადანაშაულდეს და დაგბრალდეს რაღაცა, ჩვენც გქონდა პრაქტიკაში ეგეთი შემთხვევა, რომ მანქანა ზედა მოვიდა, გაგვისვა და ჩვენ გბრალდებოდა ზოლში ვერ დაეტიეთ, ამ დროს ის ვერ დაეტია ზოლში. და ეგეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და სასურველია, რომ კამერა ყველას გქონდეს მანქანაში, ანუ ყოველ შემთხვევაში ჩემი განმასახედა ყველა მანქანაში უნდა იყოს, იმით რომ მაქსიმალურად თავი დავიზღვიოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ზედმეტი უაზრო რისკებისგან. და მუსტანგია? მაგარი მუსტანგია რაღაცა. ოკეი, აქ რაღაცებს წერს Wi-Fi რამე წითელი რაღაცები ხდება. ეს საათი აქ არ მინდოდა, მაგრამ შევთქვით გონ. აპლიკაცია აქ და მაიცა შენ აღარ ხუმრობენ ამათ უყურე ხა. G-სენსორიც ექნება, იმედი მაქვს, გადატვირთვა რომ მიხდეს, აი მაგას რომ ღამე გაჩერებულზე ვინმე შეეხოს და ეგეთი რაღაცეები. დავაკავშირე უკვე ზმა. ანუ იქ აღარაფერ მენიუებში შესვლა არ მჭირდება ესე იგი. Okay, footage smokes Wi-Fi. The quality of the live view is adjusted to give you the best experience. Bicho, საკმაოდ ანუ ეხა იქ ეგრე არ ჩანს და ტელეფონში ცუდი არ არის ყოველ შემთხვევაში ერთ შეხედვით. და კამერა სეტინგები, აქ კამერა settings. და მე მგონი აქედან შეგვიძლია ბევრი რაღაცის დაყენება. ხო, sound recording-ი ჩართული აქვს, speaker volume highest აღენია, video resolution 4K, collision sensing. When the camera is in recording mode, it will automatically lock current video when an impact is detected. Okay, ჩაურთოთ, ალბათ low. Riski tormozები გვიწევს ხოლმე მაინც. არ ეკონოს რომ იმის დავეჯახეთ. Parking hardware kit required. რაღაცა კიტი უნდა სპეციალური, რომელიც მიხვდება რომ დაპარკინგებულია. Okay, setting-ებიდან ყველაფერი გასაგებია, და footage-ის ნახვა თუ შეიძლება. camera files. და აქედან შეიძლება ნახო. Okay, აქ რაღაცებს ეს Wi-Fi რამე. წავიდეთ ნომრებს როგორ ხედავს, ეგ მაინტერესებს რა ქუჩაში მანქანებს. ეხლა იდეაში ერთი ეგრე ფუტიჟია, ორივე 4K. ნახოთ, საინტერესოა. გვერდ კადრები როგორი იქნება. ამას შვილივით ვფრთხილდებით ძვირი ღირს. ძვირიანია. ეს რა არის? ჩაოლური შავი მარკერი. რატო გამოვიწერე ჩაოლური შავი მარკერი? რა შავი მარკერი. ანტიფრიზის კი ადემის რა ქვია, სამოხურჭე სითხის შესაძლებელი ან წყლის რაოდენობას ამოწევს იდეაში სამოხურჭე სითხეში. ესეთი რაღაცა ჩაყოფ და გაიგებ სამოხურჭე სითხე შესაძლებელი არის თუ არა. ესეც საკმაოდ ძვირი ღირს იმ ნივთისთვის და იმ ფუნქციონალისთვის, რა ფუნქციონალსაც ასრულებს და ამასაც აუცილებლად ნახავთ, რამდენად სწორად ამოწევს ან არ ამოწევს. უпростоრად წესით სწორად უნდა შეამოწოს, ძალიან უნდა გაუჭირდეს არასწორად შემოწმება. უბრალოდ მე მგონი ამაში ელემენტი არ დევს და გავხსნით და ჩავდებ ელემენტს, ამასაც ამ ვიდეოში ეხა. ტაქს, რას გავს სამოხურჭე სითხე არ მგონია აქ რამე კარგი დაგხვდეს. და ეს რაღაც რო არ ჩავამეტანა, ნეტა არ უნდა შემოწმებინა. რა ფრიზია ამას უყურე. ეხა თუ დაწერა ანკარა აღარ დაძრა თუ ვერ ენახეშე. ესე იგი ეს მუშაობს ესე. აწერია პროცენტულობა, წყლის შემცველობა, აქ როცა აწვევით ან 0-ზეა და თან აკუმულატორს ამოწევს, 1-დან 0%-მდე დასაშვებია, 3-4 და მეტი არა. იდეაში წინაღობას ამოწევს. და 2%-ო. არავ 3-ო. ჯიგარო, აი რაღაცა გამოცვალე მან დრო გისხიაო. მოკლედ ესე მუშაობს სამოხურჭე სითხის შესამოწმებელი მოწყობილობა, როცა არაფერში არ არის ჩაყოფილი წინაღობა, როცა არ აქვს. მაგ შემთხვევაში 0-ს წერს, როცა რამე წინაღობას ხედავს, მაგ შემთხვევაში წერს რომ ხედავს. ესეც გასაგებია სამოხურჭე სითხის შემოწმება. საკმაოდ კარგი და საჭირო პროცესია და ეხლა კიდევ კარგი რომ ეს რაღაც ჩამოვიტანე, ძრე არ შევამოწმებდი. და რამდენად ვივლიდე ესეთით არ ვიცი. ვარემ ამ ვიდეოში X5 ყიდე ვინმეს ხო არ გინდათ. სამოხურჭე სითხე აქვს შესასვლელი ძმა მეტი არ პრობლემა არ აქვს. და ბამპერზე აქვს ნაკაწრები კიდე. კარზე აღარა აქვს. დავტესტეთ სამოხურჭე სითხე. და გადავედით შემდეგ ნივთზე, ძიმია რაღაცა. ეს არის, მე მგონი ესე არ უნდა ვაბრახუნებდი, არ ვიცი რა არის, მაგრამ რამდენი რაღაცაა. რა გამოვიწერე? ეს არის განათება, ბიჭო? ეს არის 4 წალი განათება? არა, ეხლა ლამპიონს ველოდებოდი. და ამერტ ყუთში ჩაეტია ესეთი 4 წალი. 4 წალი გამოვიწერე აქ. ერთი მდგმური ყავს რა და ტვის ბურღავს ხოლმე გარე განათება ვერ დაგიყენებია თავის რატო არ ითევდა. იოსებ ბნელა და რაღაც ერთი ძაღის და. მაგისთვის გამოვიწერე მეთქი დავაყენებ გავანათებ თქო და. იმედი მაგის რამეს გაანათებს. ძალიან საყვალად კი გამოიყურება ეს. შეხედე როგორია, აბა. ამაში უყური. ესეთი საყვარელია პატარა. იმედი მაგს მართლა რამეს გაანათებს on off
აქედან აქ on. აი სამას remote-იც აქვს რაღაცა. აგე remote-ი მოყვა. ოპა, იქ რატო გაანათა ეხა? On. აქ რა სიგნალი და ანუ სენსორი მეორე მხრიდან აქვს ნეტა? ბიჭო, ეგ ძალიან კაია სხვათა შორის. ძალიან კაია ეგ სენსორი რო აქედან აქვს. ესე მუშაობს აი. კი, სენსორი აქვს. ეს არის მოძრაობის სენსორი. აბა ნახოთ ერთი ჩვენი მოწყობილი განათება რას იზას. ეგრევე დაგვინახეთ, ვაუ, რას იზა. ანუ მიდიხარ და საპირფარეშოში გინდა მისვლა რა, ისე რომ თაყვა არ დაილეწო. აქამდე თაყვას ვილეწავდით ადამიანები. აუ, რა მაგრა ასწორებს ე. და ეს აყენია ცოტა შორს, მაგრამ აქედანვე ხედავს რა. რამდენი ხანს ჩაქრება, მაიცოდი, აბა ორი წამი. აი ის ჩაქრა. ეს ჩაქრა. ეს ეგრევე შემიძლია. შასი არ არის თაყვა დაილეწო რა. ესეც ჩამქრალი რო იყოს, რომ მოდიხარ ის მაინც აინთება. და შუქი რო არ იყოს მაინც აინთება. თელი პრიკოლი მაგაში. შემდეგი პარკი გაიჩნდა. ოპა ნაკსარიგა. რამდენი რაღაც ყრია ამას უყურე. ალბათ ეს ყველას გვეცნობა რაც არის. ეს არის კემბრიკები, რომელიც სულ პრობლემაა ხოლმე, ჩემ შემთხვევაში. აქ ყიდულობ ძირითადად და მე ჩემი ჭრი და ამ შემთხვევაში პირდაპირ დაჭრილები ძალიან ბევრი და თან საკმაოდ იაფად ლარი თუ 2 ლარი თუ რაღაც ეგეთი მივეცი. ამ ყველაში და აქ მეტრში ვიხდი ხოლმე 3 ლარს. ყოველ შემთხვევაში კემბრიკია რა. თავის საქმეს გააკეთეს, ამას ბევრი განხილვა არ ჭირდება. ისე თავის საქმეს იმედია გააკეთეს. თუ არ დავტესტოთ. ეგეც რა ხთა. ჯანდაბას. ეს რა არის? ეს რა არის? ეს არის ეს რამდენად ხარისხიანია, ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. ძმა, ეს თვითონ კადრი და ხო არ გახვიდოდი. მადლობა რომ დაიჭირი. ალუმიზერას ისევ წარმოგიდგენია? კარგი რამეა. მოკლედ. არა, მართლა კარგი რამეა, ესენი ესე დიდი ხანი გამოუგვადგება. თან ძირითადად ეს გათვლილია სუბუქ მეტალზე სამუშაო და არა იმაზე, რაც ახლა მე ვქენი. და სუბუქ მეტალზე გაცილებით მეტი სიცოცხლის უნარიანობა იქნება, იმედი მაქვს და გაცილებით მარტივად იმუშავებს, მაგრამ ამის ხუფისად გადავაგდე ეგ არის. ოპა, ღერთაჩი. Magic. კაი, გავაგზელეთ. არა, ეს ძალიან კარგი რამეა, ოღონდ უმეტესობას არაფერში არ გამოადგება. ჩემს გარდა, ალბათ არავის არაფერში არ გამოადგება, ან მიკროელექტრონშიკებს გამოადგებათ მარტო. ეს არის პლატიდან დარჩენილი ზედმეტი კალის მოსაცილებელი. ეხლა ამის ტესტვას და რაღაც დემონსტრაციებს არ დავიწყებ. მექნება და ოდესმე სადმე ვიდეოში თუ შეხედავთ, რომ რომელიმე პლატას ვაკეთებ და ზედმეტ რაღაცებს ვაცლი პლატიდან, ესე იგი ეს იყო. ეს ძალიან საინტერესოა. ეს და ამასთან ერთად, ნახე მართლა მეტალის არის. სპეციალურად მეტალის გამოვიწერე, რომ ეს იყო რა ქვია, მყარი ყოფილიყო. იმედია არ ჩამოვარდება და სალონს არ დაანგრეს თავიდან ბოლომდე. ნახე ბოლდ გაიკაზე და რაღაცეებზია. როცა აი ეს ისეთ ადგილზე უნდა დააწებო, რომ გაუძლოს, ხო, თან დაიჭიროს, თორე კარგად არ დამთავრდება და თავისი ინსტრუმენტი მოყვება ამას, ნახე. აი ეს მაგრად ასწორებს, რომ ეს აქვს რა ქვია, საშვილიშვილო სამაგრი აქვს რა. სადაც დაამაგრებ ერთხელ და დაამონტაჟებ, თელი ცხოვრება იქ იქნება. არცაც წამსვლელი ეს არ არის ფიზიკურად. ჩანაფიქრი იდეაში ამისი ეგ არის, რომ დაამონტაჟებ, კუდრად უნდა იდგეს და აღარ მოძრაობდეს, არ ბოდიალობდეს. და რაცაც დავაყენებთ მანქანაში, უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი ბოდიალობს ხოლმე. და იმედია ეს პლასმასიც მყარი იქნება ამ პლასმასში და არ იბოდიალებს. просто ამის სადმე გადამონტაჟება თუ დაგჭირდა შისიგრანი კი უნდა ეძებო. მაგნიტურია? მაცადე პაპო. ჩემ ტელეფონს ხო არა აქვს. რადგან თქვენ თვლით რომ ჩემ ტელეფონს არ აქვს და თქვენი უნდა მოგეწოდებინათ. ხო? რა, ესე არ აქვს. ესე არ აქვს. აბა ესე თუ ექნება. ნახე, ესეც ესა ახალი ჩიხოლი. თუ არა. არის თუ არა ეს ნასოსი. არის თუ არა ეს ნასოსი. ეკრანი. ხო, ეკრანი არ უნდა იქნიო. მართალი. ეს ესე იდგეს განმავლობაში. მოკლედ ეს გვაქვს, ანუ ესეც მოყვება, თუ იმეს პირდაპირ ამის მიკრო დაჭირდა ტელეფონზე და ისე. დაჟე ნახე, პადები მოყვება, სპეციალური ის რო შეცვალა ორმაგის კოჩი რა. ქვედა ორმაგის კოჩი თუ სადღაცას მოგბეზრდა და აძრობა დაგჭირდა, აძრობ ახალ ორმაგის კოჩს დააკრავ. ეს ძალიან კარგი რამეა, ამას აუცილებლად ჩვენ ავტომობილში დავამონტაჟებთ.
ესე ძალიან კარგი რამეა, ძალიან მარტივი. ამის თავი მუღამი არის ის, რომ ამით მოძრაობს. ტელეფონის ნომერი, მაგრამ ეს დასახური არა აქვს. ეგ ტეხავს. ესეთი ნანახი მაქვს, რომ თან იხურება რა. რო იხურება ეგ ასწორებს. ეს რო არ იხურება, просто სადაც გააჩერებ, ყველგან შენი ნომერი წერია, მაგრამ სამაგიეროდ ეს ასწორებს ამისი, რომ ერთხელ ნომერს დააწერ და twins აღარ გიბურღავს არავინ. ხო რა, ფურცელი არ გიდეს თან ჩემს მეუღლეს ახასიათებს ხოლმე საქარე მინაზე, ესე დიდი პლაკატებით ფურცელი აქვს ყოველთვის დადებული, რომ დაждები, არაფერი არ ჩანს საერთოდ, იმიტომ რომ ირეკლავს საქარე მინა იმ ფურცელს და თავს უისი აყენებს სადღაცას მანქანას, რომ რეკვა უწევთ ხოლმე. ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი გამოსავალი, როცა თბილისში ცხოვრობ, ესეთი უნდა გქონდეს. ბოლო 2 ციფრს არ ვასახელებ, შეგიძლიათ დარეკოთ ესე კეთდება, ნომერს დააყენებ ერთხელ და მე გიდევს რა საქარე მინას და სადღაცას დააკრა და არის თავისთვის ცხოვრობს ბედნიერად. ოღონდ რო იხურებოდეს, ბევრად უკეთესი იქნება. აბა კიდე შემდეგი ნივთი. ოპა, ახლა გაიშალე, ეს მე ვიცი რაც არის. დუბინკა ფანარი. მოკლედ ესეთი ნივთია შემდეგი, ოღონდ ამაში ელემენტები უნდა ჩადო და რანაირად აქედან იმთება. ხო, ანუ აქ ელემენტებს შავალაგებთ. 3 ცალი AAA ელემენტი მიდის, 3 AA ბატარეა მიდის. სხვათა შორის საკმაოდ მასიური. ხო, ანუ ამ თოკის იმედზე არ უნდა უკვე გაწყვეტილია ნახევრად. ხო, ეს ძალიან კარგი რამეა. ალბათ ხვდებით ყველა რაც არის, ეს არის შედუღების აპარატის კლემა მაგდება ამაზე და ზოგადად შედუღების აპარატი ვისაც გამოგიყენებიათ, გესწრებათ ის პრობლემა, რომ ფიზიკურად არის რაღაც დეტალები, სადაც ვერ უკეთებ კლერს და სულ ტანჯვაა მაგის, ამიტომ ესე მაგნიტზე აიღებ, დაადებ და ეს წვერი ყოველთვის გადაიტანს დენს. ეს რა თქმა უნდა, უდნავ გადაჭერილი უნდა იყოს და ესე ხელით არ გამოიყენოს. ხო, და სამეფავიანზეც რა თქმა უნდა არაფერს არ გადაიტანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფუნქციონალში მაგრათაც სწორებს ის, რომ დამაგრებით ადვილად დაამაგრებ და თან პლუს ისეთი დეტალის კეთება როცა გიწევს რა, რომ აქაც გასაკეთებელი აქვს, მე უნდა წაიღოს, სხვაგან უნდა გააკეთო, მოხსენი გადაიტანე იქ მე რამენერად მოუჭირე, ეს გაცილებით მარტივია, მით უმეტეს თუ ბრტყელ ზედაპირზე მუშაობ, ან მილ კვადრატებზე, კუთხოვანებზე და ეგეთ რაღაცებზე, საკმაოდ კარგი რამეა და თან იაფი ძღირდა და თან აქედან ამაზე არ გადაიტანს, იმიტომ რომ არა ელექტროგამტარი მასალით არის აწყობილი. აბა ეს რა არის? ეს მე მგონი ვიცი რაც არის და პაპოს გაუხარდება ყველაზე ძალიან. ეს არის ჩაღუნულობების და რაღაცეების გასასწორებელი, შეხო გიყვარს მალიარკა ჟესტიანკა. მოვიდა ეგრევე, მოცუცკდა ეგრევე, მაცა და მოგცემა ახლა. ეს ტრუბკები არ ვიცი რა. ეს ის არის. ხო, ნახე, ეს არის ესეთი მასტია რა, თავს დააკრობ და ჟესტს კაჩავ რა. პატარა ჩაღუნულობების გამოსასწორებლად მართლა кайდები ახლა ჩვენგან ჟესტიანში კი არ დადგება, მაგრამ ელემენტარული რაღაცის გასასწორებლად გამოვიყენებთ. იყოს ოჯახში რა. მოკლედ სახეზე არ დაგვაყარეს, ეხლა ამის ექსპერიმენტს რომ მოვთხოვთ, ამის გამო მე მანქანას არ დავღუნავ, რომ მე ეს გაჩვენოთ როგორ ასწორებს. ტაქს, ოპა, ეს უკვე კარგი შენაძენია. ეს არის ეხლა რა, მარტივად რომ ავხსნათ. კემბრიკები ძალიან დიდი რაოდენობით, ისე იგივეა რაც ეს, ოღონდ ეს ბევრად მეტი. და ამ შემთხვევაში ეს არის ყველაზე მთავარი ნივთი ამ ყველაფერში რა. კემბრიკის გაცხელების ხო ორი მეთოდი არსებობს, ან ფენით, ან სანთებელით. ეს არის ამ შემთხვევაში პატარა კომპაქტური ფენი კონკრეტულად კემბრიკებისთვის. იმით რომ დავდივართ ხოლმე დიდი ინდუსტრიული ფენით რომ დავდებთ კემბრიკებს რომ რამენერად გავათფოთ. ეს არის მაგისთვის რა, თან აქვე ჩართე გამორთი აქვს. და походу დადების მონტისა აქვს რა, ისე რომ რაღაცები არ დაწვათ, ან პლასმასი აქვს თავზე, ან მანქანაში და ეგეთ ადგილებში რომ მუშაობ, მაგრათა სწორებს, იმიტომ რომ ის ფენი რაც არის ინდუსტრიული იმას რკინა აქვს თავზე და გაცხელებულზე რაღაცას რომ გააცხელებ და მე უცბად დადებ, შეიძლება პატარა მანქანის ნოხი პატარაზე ამოადნო, ამიტომ პატარაზე რო არ ამოადნო, ეს უნდა დავტესტო. ეხლა მაგრამ მაინტერესებს კაგრას კაბელს ავიღებ რამეს. ეხლავე საოცრად გავქრები და დავბრუნდები. ერთი წამი. და ჩვენ გვინდა მაგის დიამეტრის კემბრიკი. მოდი აბა ის ეგან კემბრიკები რო გავხსენი იმიცოდეთ. ასისას. ესე ზოგადად ეს არ კეთდება და ესე არ უნდა დატოვოთ არც ერთი გადამბა ეს არ არის საიმედო, მაგრამ ამ შემთხვევაში ექსპერიმენტს ვატარებთ მეც არაფერს და შესაბამისად შემიძლია პაიანლიკების და რაღაც მაიმუნობების გარეშე ვაკეთო. აბა უყურე. თან ყველაზე კარგი რა არის? სითენგის? ისე ტემპერატურა აქვს, რომ კაბელს არ მოადნობს. და კემბრიკიც საკმაოდ ნორმალურია. რო გითხრა რომ აქ რამე ბევრად უკეთეს ყიდულობ თქო მოგატყურებ. აქ რასაც ყიდულობ ხოლმე თითქმის იგივეა. საქმეს გააკეთეს რომელია შეჭა. საქმეს გააკეთეს კი არა გააკეთა უკვე. ბიჭო არა, მაგრამ ასწორებს თო. მოდი ახ თავის კემბრიკი ჩამოყოლილი რაც არის ეგ ცოტა. ნახე რა კარგად არის ჩალაგებული.
ხო, კარგად იყო, კაი, მართალი ხარ. ხო, მაგრამ ეს თხელი ჩანს. ის კემბრიკი ჯობია. ხო, მალე მოკეცა. არა, სხვათა შორის ძალიან მომწონს. იცი რა მომწონს ძალიან? რომ აი ეს ზედაპირს ვერაფერს ვერ გააფუჭებ რა. და მუშაობაშიც ხელშიც ისეთია რა, ისე გიჭირავს, რომ ტვინი არ გებურღება რა, ის აი ახლა რაღაცით რო სადღაც მანქანის შემძროლი ხარ, რაღაც საკეთებ. არა, კაი ტიპია ძალიან. ძალიან. ყვაყოფილი ვარ. მაგრამ დღევანდელი შენაძენების უმეტესი ნაწილით ყვაყოფილი ვარ. ალბათ ნახავთ რა როგორ მუშაობს. ჩემი ტელეფონი. Okay, დღევანდელი ვიდეო ამით დავასრულოთ. დღეს ამით დაგემშვიდობებით და შემდეგ მაგარ ვიდეოებში შევხვდებით. დროებით.